კაცი. მეორე კლასი არის შეუძლია. ნავის ავიაციო ესკადრილია, შუამფრენების ავიაციო ესკადრილია, დავიბრუნოთ ის ხალხის სპეციალისტები, ის ინსტიტუტებიდან გამოცხადა ასეთი კონკურსი და 45 ახალგაზრდა წვიმა არის და აქ ჩვეულებრივად მოთხლია. კი, აქ ჩამოთახის გარდა. ჩვენ კომისიამ, რომელიც შეიქმნა, პირველ რიგში ჩააყენა პრიორიტეტულად AES ბაზა, რომ დავიწყოთ ინფრასტრუქტურის კეთება. წელს უკვე ჩვენ ხელშესახები მას მოგცემთ რა, შედეგს, რომ იგრძნობთ. რაც არის ხედავთ და ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ წელსვე დავიწყოთ ესეთი ყველაზე უფრო დაზარალებული ჩვენი ბაზების ინფრასტრუქტურის შენება რა. ეს წარმოუდგენელი არაადამიანურია. აქ არ ვიცი, ახალგაზრდა ჯარისკაცი ქვეყნის სამსახური რო უნდა, აი აქ რო გააჩერებ, რა თქმა უნდა, იმას არანაირი мотиваცია აღარ ექნება მე. კიდე მიკვირს, მართლა მიკვირს, როგორ წვრთნით, როგორ ავარჯიშებთ და როგორ უნარჩუნებთ. ეს ქვეყნის სიყვარულის ხარჯზე აკეთებენ ამას მხოლოდ, იმიტომ რომ პირობები, რაც აქ არის, ალბათ ციხეებში არ ექნება სხვა ქვეყანაში. ჩვენ მიზანმიმართულად დავიწყეთ ყველა ინფრასტრუქტურის შესწავლა საქართველოში, სადაც სამხედრო ბაზები გვაქვს და დავსახეთ უკვე გეგმა წელსვე, რომელი ინფრასტრუქტურა იქნება პრიორიტეტულად გაკეთებული. გუშინ მე მქონდა პრემიერ-მინისტრთან ხანგრძლივი საუბარი სწორედ საქართველოს სამხედრო ძალებისთვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, დამატებითი სახსრები იქნება მოზიდული ჩვენი ბიუჯეტისთვის და მე სურვილი მაქვს, რომ თქვენთან ერთად ერთი წლის თავზე ჩამოვიდე აქ და ვნახოთ, რამდენად შეცვლილი იქნება ჩვენი ჯარისთვის, ჩვენი საავიაციო სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის რეალური ვითარება. ყველგან მსოფლიოში ავიატორები, სამხედრო ავიატორები, ავიაცია არის ელიტარული. მათი საცხოვრებელი პირობებიც, სამუშაო პირობებიც ყველგან არის განსაკუთრებულად კარგი. ჩვენ დღეს რაც ვიხილეთ, მე მგონი კომენტარსაც არ საჭიროებს, ეს არის რაღაც არაადამიანური პირობები, რაც ჯარისთვის აქ არის შექმნილი და ასეა ძალიან თითქმის 80%-ში სამხედრო ინფრასტრუქტურის. ჩვენ დავისახეთ ამოცანას, რომ წელსვე დავიწყოთ ამ სიტუაციის გამოსწორება და მე დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ რაც მთავარი ჩანაფიქრი გვაქვს, რომ ჯარისკაცი, ოფიცერი იყოს მთავარი ღირებულება ჩვენი თავდაცვის სამინისტროსთვის, მათთვის საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა, მათთვის ვარჯიშის შესაძლებლობების მიცემა იქნება უზრუნველყოფილი ჩვენს მიერ. ვართ მომავალზე ორიენტირებული წარსულში, რაც იყო, იმის გამოსწორება უსწრაფესად, ძალიან მოკლე ვადებში, მაგრამ ასევე ძალიან გონივრულად და გაწერილად არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი დღეს. 5 მილიარდ ნახევარი დაიხარჯა თავდაცვის უწყებაზე 2004 წლიდან 2008 წლის განმავლობაში. არაფერი არ ეტყობა, მე მგონი არც აქაურობას, არა 80%-ს ჩვენი ინფრასტრუქტურის თუ მეტი არა თავდაცვის სამინისტროსი, რომ რაიმე მოვიდა ამ თანხიდან ჯარისკაცამდე, მეომრამდე, მისთვის საყოფაცხოვრებო და შრომის პირობების გაუმჯობესებაზე. ეს არის რა თქმა უნდა საკითხი, რომელსაც სწავლობს გენერალური ინსპექცია, პროკურატურა. მე გუშინ მქონდა საშუალება, რომ გამეცნო პრემიერ-მინისტრის ეს დეტალები და აქედან გამომდინარე, მე მისი მხარდაჭერის უკვე აღქმული მხარდაჭერის დიდი იმედი მაქვს. შოკში ვარ იმით, რაც ვნახე, ყაზარმები არის კატასტროფულ მდგომარეობაში. ფაქტობრივად ინფრასტრუქტურა არის დანგრეული. და ვერ წარმომიდგენია წინა ხელისუფლება წლების მანძილზე რას აკეთებდა. ამას რო ხედავდნენ და უმოქმედ რო არაფერს რო არ აკეთებდნენ, ეს ჩემთვის არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. გზაში ვსაუბრობდით ბატონ მინისტრთან, რომ 450.000 ლარი ჰქონდათ გადახდილი მინივენში, მინიბუსში და არ ვიცი, გარკვეული კომფორტის და 44 მილიონამდე მარტო პრემიები ჰქონდათ დარიგებული და ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება წინა ხელისუფლების მიმართ პასუხისგებლობის საკითხი არ დაისვას, როდესაც აი ასეთ მდგომარეობაშია ელიტარული ნაწილის ყაზარმები და ინფრასტრუქტურა და წინა ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლები მხოლოდ საკუთარი კომფორტის მოწყობით იყვნენ დაკავებული. ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ წარსულს არ ჩავეჭიდებით, ვიფიქრებთ მომავალზე.
ბატონი მინისტრი უკვე დაყენებული აქვს საკითხი, ეს ნაწილი არის პრიორიტეტებში შესული, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოხდეს ადეკვატური პირობების შექმნა ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისთვის და რა თქმა უნდა პარლამენტი მხარს დაუჭერს ბიუჯეტის გაზრდას, თუ კი ეს საკითხი დადგება. და ზოგადად მე ვფიქრობ, რომ პარლამენტარებმა, მით უმეტეს ჩვენმა კომიტეტმა ხშირად უნდა იაროს სამხედრო ნაწილებში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მქონდეს პირდაპირ მჭიდრო კავშირი